განაგრძობს ჩვენი დილა პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობას და ახლა უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო ახალი ვებგვერდის შესახებ, სადაც განთავსდება ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევარი და ამ ვებგვერდის შექმნის საფუძველი გახდა სადიპლომო ნამუშევარი, არც მეტი არც ნაკლები. მარიკა ქოჩიაშვილი, რომელიც ინგლისში მოღვაწეობს და სწავლობს, გადაწყვიტა სწორედ მან, რომ შეექმნა აიხდინა ქართველი ფოტოგრაფების თითქმის 10 წლიანი ოცნება, შეიძლება ასე ითქვას და შექმნა მათთვის ვებგვერდი. ეს გახდა მისი სადიპლომო ნამუშევარის თემა. უბრალოდ ფასიანი არ არის და ნებისმიერ მცხოვრებელს შეუძლია რომ ატვირთოს თავისი ფოტო. და საზოგადოება რა თქმა უნდა ამ ფოტოებს ნახავს და არა მხოლოდ ნახავს, შეაფასებს კიდევაც და მათ ეცოდინებათ რამდენად ღირებულია მათი ნამუშევრები და ზოგადად რა თემები მოწონს საზოგადოებას და როგორი ნამუშევრები. უფრო დაწვრილებით სალომე გელაშვილი მოგვიყვება ამ ვებგვერდის შესახებ. თემა ბარძიმაშვილს ისევე როგორც ქართველი ფოტოგრაფების უმრავლესობას თბილისი თითქმის ყველა რაკურსში აქვს გადაღებული, მაგრამ ერთი გამონაკლისი მაინც დაუშვა. ამჯერად ის ციფრული ფოტოკამერით ლესელიძეზე მოსიარულე ტურისტებს დასდევს. ესეც ჩვენს გამო. ზოგადად კი მისი საყვარელი თემა პორტრეტებია და გრძელვადიანი პროექტები. თემო იმ 14 ფოტოგრაფს შორის მოხვდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ შექმნილ ქართველი ფოტოგრაფების საიტზე დარეგისტრირდა. ჯერ ასე ვთქვათ, გეგმა გვაქვს. თქვათ ერთ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ პატარ-პატარა სერიებად ვტვირთავთ ხოლმე ჩემი პირადის პროექტებიდან სვანეთი ატვირთული და სხვა პროექტებსაც ახლა ვგეგმავთ რომ ავტვირთოთ. და ნელ-ნელა შეივსება საიტი. აუცილებელია რომ თითოეულ ნამუშევარს მისი განსაკუთრებული ისტორია ჰქონდეს, სულებთან ერთად მომაკვდავს სოფელში molხენა. ასეთია თემა ბარძიმაშვილის ისტორია, რომელიც ერთ-ერთ სვანურ სოფელშია გადაღებული და გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ დღესასწაულს აღწერს. რაც შეეხება კიდევ ერთ მონაწილეს, კახიანს, მან გადაწყვიტა ახალ საიტზე თბილისური პროექტი აეტვირთა. თბილისი პატარა ქალაქია და აქ ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღე ერთი და იმავე ხალხს და ადგილებს ხედავ. ამ პროექტით ვეცადე შემექმნა აპოკალიფსური ატმოსფერო, მშვენიერი, ამავე დროს კი მარტოსული და ცივი. წერს ის ფოტოებთან დართულ კომენტარში. ახლა ვაპირებ ისეთივე პროექტის გაკეთებას, რაც გაკეთდა თბილისზე, ოღონდ ბელგიაში არის ერთი ქალაქი, სახელი არ მახსოვს. ეს დაიდება და კიდე ერთი პროექტი, რომელიც სუფთა ჩემი დამოუკიდებელი პროექტია, არავის არ არის დამოუკიდებული და ისიც აუცილებლად ყველაფერი დაიდება, რასაც გადავიღებ. ეს არის სუფთა გალერეა. ფოტოებს სპეციალურად პატარა მასშტაბით ტვირთავენ იმისთვის, რომ მათი მოპარვა ვერავინ შეძლოს. მომავალში 14 ფოტოგრაფს ალბათ რამდენიმე დაემატება, მაგრამ როგორც თავად იდეის ავტორები აცხადებენ, მათი რიცხვი 20 არავითარ შემთხვევაში არ აცდება. სულ რაღაც ორ თვეში საცდელი საიტი ფოტოსააგენტოთ იქცევა, სადაც ალბომები მუდმივად განახლდება. რაც მთავარია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მიეცემა ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები უფასოდ დაათვალიერონ და შეაფასონ კიდეც. პროექტს ქვია Georgian Photographers Online. ანუ თავარი დატვირთა მოდის მაინც იმაზე, რომ ეს არის გათვლილი ონლაინ აუდიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დავიწყეთ 2 დღეა სულ რაც გავიხსენე და გვაქვს უკვე რაღაც 220 ლაიკი და დააშეარა, რა ვიცი, რომ შევდივართ, ესე იგი ამერიკა, ძალიან ბევრი საფრანგეთი, ბრიტანეთი, ძალიან ბევრი ხალხი შედის სხვადასხვა ქვეყნის სერვერებიდან. ანუ უკვე დატრიალდა, ინტერესი გამოიწვია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერესი არ იკლებს, არამედ პირიქით მოიმატებს. გაამართლებს თუ არა პროექტი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ქართველ ფოტოგრაფებს იმედი აქვთ, რომ საიტი არა მარტო ადგილობრივ უცხოელ დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობაშიც დაეხმარებათ. მათ დასაინტრიგებლად ახლაც მუშაობენ და როგორც ამბობენ, მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შექმნიან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ვებგვერდი გაამართლებს და ქართულ ფოტოგრაფებს საშუალება ექნებათ, რომ რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი ატვირთონ.